სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1991 წლის 21 სექტემბერს. ეს კითხვა მეც არ მახსოვდა და მეც დამაინტერესა, მოვიძიე და დამატებითი ინფორმაციას მოგაწვდით პასუხის ბოლოს. ეტყობა ჯონ მაკარტურს ახლა ძალიან ეჩქარება და უფრო შემოიფარგლა. შეიძლება დეტალურად კიდევაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია არ ქონდა. ყველაფერი ხო არ ეცოდინება ერთ ადამიანს. ასე რომ მე შემოგთავაზოთ კიდევ რაც მე მოვიძიე ამის შესახებ. საქმე ეხება ესეთი კითხვას სვავს პიროვნება, რომელიც ჩვენ არ ვიცით სახელი. და ჯონ მაკარტური ჩქარობს და ამბობს, რომ კარგით, ჩვენ ახლა უნდა შევჩერდეთ უკვე 9-ს ნახევარია, საღამო ღამეა უკვე და ერთ სწრაფ კითხვას კიდევ მივიღებ. თუ ვინმეს აქვს მოკლე კითხვა. დიახ, რა თქმა უნდა, გისმენთ და აუდიტორიდან პასუხობს. რატომ უწოდებენ იესოს შარონის ვარდს? და შარონის ვარდი, რომ იცოდეთ, ძალიან ბევრი მე მაქვს რამოდენიმე ესე ვთქვათ, ნერგი, შარონის ვარდი, იგივე ჰიბისკუსი. ჰიბიკუსი არის, ჩინურ ვარდს ეძახიან, ჰაიბისკის ესეც ეძახიან, ძალიან კარგი ჩაი დგება მისგან და ძალიან ლამაზი ყვავილები აქვს სხვადასხვა ფერის. და შეგიძლიათ ეს უკვე იმას აკრათ, თქვენც მოიძიოთ, ხო? საიდან მოდის ეს პიროვნება სვავს? მე ვყოფილ ვარ ბიბლიის გაკვეთილებზე და მომისმენია ეს, რომ იესოს უწოდებენ შერონის ან შარონის ვარდს. დიახ, ჯონ მაკარტური პასუხობს, ეს არის სოლომონის სიმღერა, იგივე ქებათაკება ქარდულად, მეორე თავში, პირველ მუხში, მე წაგიკითხავთ ამ ადგილს. მე შარონის ვარდი ვარ, ველის შროშანი, როგორც შროშანი ეკლებს შორის, ისეა ჩემი სატრფო ასულთა შორის. და აუდიტორია უნება მადლობა ჯონ. და ჯონი ბაური, ეს უბრალოდ კარგია, შემდეგ ჯერზე როცა თქვენ ცოლთან მიხვალთ, უბრალოდ დაუძახეთ მას, შერონის ვარდია, ნახეთ როგორი რეაქცია ექნება. მე რაც მოვიძიე პირადად, ხომ? ასევე ესაიაში 35 თავში არის გაიხარებს უდაბნო და ურწყული ბიცა და გამხიარულდება ყარაბა და მთის შროშანივით გაიფურჩქნება და ამ შროშანში ბევრი ვარდს გულისხმობს, სხვადასხვა თარგმანები ამბობს ვარდს. გაიფურჩქნება აყვავდება და ილხენს ხიარულებითა და სიმღერით. ლიბანის დიდება მიეცემა მას ქარმელისა და შარონის ბრწყინვალება. ნახეთ, შარონის ბრწყინვალება, ოფლის დიდებას იხილავენ ისინი ჩვენი ღმერთის ბრწყინვალებას. ბიბლიაში იესო მოხსენიებულია როგორც შარონის ვარდი, სოლომონის სიმღერაში, სადაც ის ამბობს, მე ვარ შარონის ვარდი და ხეობის შროშანი. ზოგი ამას ისე განმარტავს, რომ იესო არის შარონის ვარდი მისი სილამაზის, წყალობისა და სიყვარულის გამო. სხვები ამბობენ, რომ ეს ტერმინი ეხება ეკლესიას, ანუ ქრისტეს პატარძალს და რომ იესო არის საქმრო, რომელმაც სიცოცხლე მისცა მისთვის. ეს არის ის, მე რაც მოვიაზრე. გმადლობთ.